არ იცნობ საკუთარ თავს და არც მოწინააღმდეგეს, ყოველთვის დამარცხდები. თუ იცნობ მოწინააღმდეგეს და საკუთარ თავსაც, იბრძოლე თუნდაც 100 ჯერ, საფრთხე არ იქნება. ამ ფორმულის გამოყენებას ბანაკის დივერსიული ჯგუფი რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავდა. მიმდინარეობდა სპეციალური ვარჯიშები, გაშლილ და რთულ რელიეფურ პირობებში. ჩვენ ფაქტიურად ომთან მიახლოებულ პირობებს ვასწავლით ჯარისკაცებს. რომ მათთვის უცხო არ იყოს ეს ამ სიტუაციებში მოქმედება და მე ჩვენ თავზე ეს სირთულეები არ წარმოიქმნას. ჯარისკაცი უნდა იყოს მიჩეული ამ პირობებში. როგორც დღისით, ასევე ღამით, როგორც კარგამიდის პირობებში, ასევე წვიმის, თოვლის ყველანაირი ტანსაცმელი გაგვაჩნია ჩვენ იმისათვის, რომ თოვლის პირობებში ვიმოქმედოთ, წვიმის პირობებში, მზიან პირობებში, რომ მოწინააღმდეგესთან ეს კონფლიქტებული ფორმა შეუმჩნევლად გადავაადგილდეთ, შეუმჩნევლად მივახლოვდეთ მოწინააღმდეგეს და შევასრულოთ ის ამოცანა, რაც ზემდგომმა ხელმძღვანელობამ დაგვისვათ ჩვენ. ყურადღება, გახსენით ცეცხლი. მარჯვენა მხარე შენია, მარცხენა მხარე შენი. გადახვალ თუ არა შენ და შენ. ეს ორი კაცი გადახვალ თუ არა. დაიკავებთ იქით ამ მხარეს და დანარჩენებს დაიკავებ შენ და შენ. გამიგე? აქეთ რჩებით თქვენ ორი. ესენი გადავიდეთ. და მთელი პირადი შემადგენლობა გადადის მე. გასაგებია? აქ არის სახიფათო ზონა, გზა. მოვლიან დაგვიკავშირდი, როგორ გამიგე? ამ წერტილიდან ფოქსის საბრძოლო მოქმედებები იწყება. თუ არ იცნობ საკუთარ თავს და არც მოწინააღმდეგეს, ყოველთვის დამარცხდები. თუ იცნობ მოწინააღმდეგეს და საკუთარ თავსაც, იბრძოლე, თუნდაც 100 ჯერ, საფრთხე არ იქნება. ამასობაში მტერს არ ძინავს. მნიშვნელოვანია მტრის მოენე ოფიცრის აყვანა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მოწინააღმდეგის ძალების შესახებ. ამისთვის ტერორისტებიც ემზადებიან. ვეთ ჩავარდნა, სიკვდილის ტოლფასია. მიმდინარეობს პოზიციების დაკავება. თავდაცვა შედარებით ადვილია, თუმცა შეტევის დროს დისციპლინა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
Foxi სამი გამოდი კავშირზე Fox 006 ვარ. კავშირზე ვარ. მოწინააღმდეგეს მივუახლოვდით 20 მეტრში და შეგვიძლია გავანადგუროთ ველოდებით თქვენ ბრძანებას. იმოქმედეთ. Gutია. Foxi მოწინააღმდეგე განადგურებული, აყვანილია ასევე მძევლები. როგორ მოვიქცეთ ველოდებით შემდეგ ბრძანებას? ყავები დატოვეთ, ძევლები გამოიყვანეთ და დატოვეთ ტერიტორია, როგორ გამიგებ? გასაგებია. მოენე აყვანილია. უკან დახევის დროა. აქ უკვე მნიშვნელოვანია მისგან მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება და თავდაცვაზე ზრუნვა. ომი წესების მიხედვით უმჯობესია მოწინააღმდეგის სახელმწიფო შეინარჩუნო მთლიანად. ხოლო მეორე ადგილზეა დაამხო ეს სახელმწიფო. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ჯარი მთლიანად. მეორე ადგილზეა გაანადგურო იგი. ამიტომ იდეალურია 100 ჯერ შეებრძოლო და 100 ჯერვე გაიმარჯვო. საუკეთესო გამოსავალი კი სხვისი არმიის უბრძოლველად დამარცხებაა. ბრძანების მიღების შემდეგ ბაზაზე იწყება მოძრავი ბანაკის დაკავების გეგმის შემუშავება. უპირველესი ამოცანა მოენე ოფიცრის აყვანაა, რომელსაც ინფორმაცია აქვს ძირითადი ჯგუფების შესახებ და Foxis მძევლობაში იმყოფება. მზადდება შეტევა რამდენიმე მიმართულებით. აღმოსავლეთიდან შერჩეულია ისეთი რთული მარშრუტი, რომელიც მოძრავ ბანაკს აუღებლად მიაჩნია. ბანაკის ყურადღება სწორედ აქ უნდა გამახვილდეს. დაზვერვის ერთი ჯგუფი ჭაობიან რელიეფში უნდა გადაადგილდეს. ამასობაში მეორე ჯგუფის დავალება მოწინააღმდეგის სრული განადგურებაა. დასავლეთის მხრიდან შტურმი ციცაბოების გადალახვით განხორციელდება. მიღებულია შეტყობინება. Foxis ბანაკი აღმოჩენილია. ჩვეულებრივ ომის კანონი ასეთია. სარდალი იღებს რა ბრძანებლის განკარგულებას, ყის კრებს ლაშქარს და ამზადებს ჯარს. მაგრამ ლაშქრობისას ძნელად სავალ ადგილზე არ უნდა დაბანაკდე. გზათა შესაყარზე შეჰკარ კავშირნი. ხრიოკ ადგილზე არ უნდა დაყოლდე. საალყო ადგილზე ეძებე ხსნის გზა. საბედისწერო ადგილზე იბრძოლე თავგანწირვით. გამოუშვა სადაზვერვო ოცეული. ბაზიდან ბანაკამდე 2 საათი. შეტევის დრო დილის 5 საათი. დაზვერვის წარმოებისას მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდათ მცირე სადაზვერვო გზირი ჩვენი ქვედანაყოფის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოფიცერი. ოფიცერს გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტები და იცოდა ინფორმაცია თუ როდის და რა დროს უნდა მომხდარიყო ძირითადი ძალების და სად უნდა მომხდარიყო დესანტირება. ამოცანა არის მოვახდინოთ მოულოდნელი დარტყმა მოწინააღმდეგეზე. სადილის დროს განგაში ცხადდება.
სანამ მეორე ჯგუფი გაცვლისთვის ემზადება, სახეს იღებავს და იარაღს ამოწმებს. სწავლების შტაბში ყველას განმალულად მზადდება მესამე შემტევი ჯგუფი. ცივის მთიდან შუა მთის მიდამოებში დესანტირებისთვის. ამოცანა ფოქსის თავდაცვის რკალის გარღვევაა. 41 კაცკა გამოაგზავნე. როგორ გამიგე? ბაზა ვერტმფრენს იძახებს. არ უნდა იყო დაძაბული, რაც უფრო დაძაბული ხარ, უფრო მეტ შეცდომ ასუხში. უნდა იყო თავისუფალი ამ დროს, რომ ყველანაირად ის გადაადგილება შენი თანმიმდევრობით მოახდინო და შეცდომა არ დაუშვა. ომის ყველაზე კარგი ხერხია მტრის საომარი გეგმების ჩაშლა. მომდევნოა სხვებთან მისი კავშირის მოშლა. შემდეგია ბრძოლით მისი ჯარის განადგურება. ბოლო და ყველაზე უარესია მტრის ქალაქების ალყით აღება. გზაზე 1 კილომეტრით მოშორებით აქედან, დაახლოებით 1 კილომეტრი ვაკეთებთ ჩასაფრთხეს. ჩვენი ამოცანა შტაბის უფროსი, უნდა ავიყვანოთ ცოცხლად. თუ იქნება რაიმე წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, ფუჭი ვაზნებით გავანადგუროთ. შეტაკება გარდაუვალია. ფოქსის სტრატეგია სვლის. სანდოდ გამაგრებული ბანაკიდან ოფიცრის მეთაურობით დივერსიული ჯგუფი მზადდება. მიზანი დაზვერვის, ანუ მოწინააღმდეგის რეგულარული ძალების მეთაურის განადგურებაა. როგორია мотиваცია? იდეები მოხსენი. დღევანდელი დავალება არის ჩვენი პოტენციალური მოწინააღმდეგის ფოქსის განლაგებასთან მიახლოებით რაიონში გადავაადგილოთ დაზვერვის ჯგუფის მეთაურები, რეკოგნოსცირება ჩავატაროთ, შევისწავლოთ უფრო რეალური გზები, რეალური ბილიკები ახლოს მისასვლელი ოპერაციის მსვლელობის პერიოდში, როდესაც იგეგმებოდა, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ეს არის ის ძალები, რომლებიც ხელს უწყობს აი ამ დღევანდელ ნორმალურ სტაბილურ ცხოვრებას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმები და გვინდა შევიტანოთ დესტაბილიზაცია, ამათი განადგურებით ჩვენ ამას მივახცევთ. დივერსანტების გასვლის დრო ერთმანეთს არ ემთხვევა. მანქანები 160 კვადრატში შედიან, საიდანაც გზა უკვე ფეხით უნდა გააგრძელონ. თუმცა აქ მათ სიურპრიზი ელოდებათ. ძველად ომში გაწაფულნი ჯერ იკავებდნენ უმარცხებელ მდგომარეობას, შემდეგ კი ელოდნენ ხელსაყრელ ჟამს მტრის დასათრგუნად. უძლეველობა დამოკიდებულია შენზე, მტრის ძლევადობა მტერზე. დაზვერვის ინფორმაცია გვაქვს, გაგვაჩნია, რომ შტაბის უფროსის, მოწინააღმდეგის შტაბის უფროსი გადაადგილდება ჩვენი ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევარში, 2 კილომეტრში შესაძლებელია.
ჩვენი მიზანი არის მოვაწყოთ ჩასაფრება და ავიყვანოთ მოწინააღმდეგის შტაბის უფროსი. რატომ ხდება ახლა ეს? იმიტომ ხდება, რომ მეთაურის ლიკვიდაციით, მეთაურის ცოცხლად აყვანის შედეგად ჩათვალეთ, რომ მოწინააღმდეგე დაბნეულია, უმართავია და ბრძოლის უნარო ხდება. სიურპრიზ ჩვენი მოწინააღმდეგე სწორედ ამ ადგილს მიიღებს. მით უმეტეს, როდესაც ეს წერტილი საკმაოდ კარგად არის შენიღბული და დროც შესაფერისია. მოწინააღმდეგე მარიცის რა მოხდება. არ ვიცით არ ჩვენ. თუმცა რამდენიმე წუთში შტაბის უფროსის მანქანა გამოჩნდება. ყველაფერს ჩვენ თუ ნახავთ. თვი გადარჩენის კურსზე მყოფი ჯარისკაცებისთვის დღეს ყველაზე კრიტიკული დღე არის. მზადდება ბანაკზე შეტევა, დივერსიული ჯგუფი გაურკვეველ დროს და გაურკვეველი მიმართულებიდან აპირებს შეტევის განხორციელებას. თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად, რომელი მხრიდან შემოვა ჯგუფი. მზადდება თავდაცვითი ოპერაცია. გათხრილი არის ტრანშეები, სათანადო სანგრები მომზადებულია და ჯარისკაცებს პოზიციები აქვს დაკავებული. ველოდებით საღამოს. ბოლო ფაზა. ღამდება. ეს გარდამტეხი ეტაპია. მოწინააღმდეგის ძალთა ნაწილი
ბანაკის განადგურებას მაინც ცდილობს. ამ დროიდან ჩვენც მუშაობის სხვა სპეციფიკაზე გადავდივართ. მოწინააღმდეგისთვის ადვილი ნადავლი რომ არ გავხდეთ, კამერის დამატებითი გასანათებელი საშუალებები უნდა გამორთოთ. შეტევა დაიწყო, დაკავებულია მოწინააღმდეგის შტაბის უფროსი, რომელიც უკვე გაანეიტრალეს, თუმცა დღეში კვლავაც არიან დივერსიული ჯგუფები. ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დასაწყისში იმარჯვებს გათვლებით, მას დიდი შანსი აქვს. ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე ვერ იმარჯვებს გათვლებით, მას ბედი ნაკლებად უღემის. ვისაც ბედი უღემის, იმარჯვებს. ვისაც ბედი ცოტათი უღემის, ვერ იმარჯვებს. მით უმეტეს ვერ იმარჯვებს ის, ვისაც შანსი საერთოდ არ აქვს. ამიტომ ერთ-ერთი მათგანის დანახვისთანავე ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვება და დამარცხება. სიუნცსი